სანამ აქ შეკითხვას უპასუხებდეთ პირდაპირ, უფრო ფართო კონტექსტში რო შევხედოთ, რასთან აგვაქვს საქმე. პირველი ის განცხადება, რის ციტირებას თქვენ მოახდინეთ. ერთ-ერთში გავს იმ განცხადებას, რასაც რუსეთის წარმომადგენლები ეუთოში ზუსტად იმავე დარბაზში აკეთებდნენ ხოლმე, როდესაც მასთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილებების გაჟღერება ხდებოდა, ან ამაზე დგებოდა ხოლმე კონსენსუსი. მეც მიწევდა მაგ შეხვედრებში მონაწილეობა თავის დროზე, როდესაც სწორედ რუსები აი იგივე ტერმინოლოგიით, იგივე ინტონაციით და იგივე აქცენტებით საერთაშორისო ორგანიზაციებს უყენებდნენ ბრალს იმაში, რომ ისინი რუსეთის წინააღმდეგ რაღაცა ფალსიფიცირებული ბრალდებებით გამოდიოდნენ. ნუ რა დადასტურდა მე იმ მარტივად ნახეთ, ეს ძახი კიდევ უფრო რაღაც დეკადის წინ იყო ესეთი ფაქტები. და სამწუხაროდ ქართული დიპლომატია ერთ-ერთში დაემსგავსა რუსულ დიპლომატიას, პირდაპირ იმეორებენ მათ ნარატივებს, მათ ხაზეზიან და ეს კიდევ ერთი დადასტურება არის, არა თუ ირიბი, არამედ პირდაპირი, რომ მთელი ეს ქართული ოცნების სახელმწიფო აპარატი, მათი გზავნილები ერთ-ერთში სინქრონიზირებულია რუსეთთან და პირდაპირ მათზე არის მიბმული როგორც ზიარ ჭურჭელი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების კუთხით მინდა ვთქვა, დღეს როგორც არასდროს ყველა საუბრობს, რომ ის არსებული მსოფლიო წესრიგი მოიშალა. გარკვეულწილად ამ მსოფლიო წესრიგის მოშლას, რომელიც ინსტიტუციურად წესებზე დაფუძნებულ მსოფლიოზე იყო აგებული, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჩამოყალიბდა. კი, დიდი წვლილი მიუძღვის იმას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები გარკვეულწილად ილუზიაში იყვნენ და თავიანთი როლი და ფუნქციის ატროფირება მოახდინეს რაღაც უფრო პოლიტიკური კონიუნქტურის ან pseudo კონსენსუსის მიღწევის ან რაღაც ავტორიტარებთან პარტნიორობაში შესვლით იქნებ რაიმენაირად გადაერჩინათ ეს წესრიგი. ამან პირიქით დაადასტურა ყველა ესეთი მცდელობა უკუღმა მოუტრიალდა ცივილიზებულ სამყაროს და დღეს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ეუთოც, ჩემის აზრით, იმისთვის რომ გადარჩეს და ან შეასრულოს ის ფუნქცია, რისთვისაც არის შექმნილი, გარკვეული ადაპტირება ჭირდება, მოდერნიზაცია და ამის ნაწილი არის ის, რომ შავზე თქვა შავზე და თეთრზე თქვა თეთრი და არა რაღაც ნაცრისფერ ზურაში იმანიპულირონ. ამიტომ უფრო მეტს ვნახავთ ასეთი ტიპის განცხადებებს და ესეთი მექანიზმები ამ ორგანიზაციებს აქვს. იგივე ჰელსინკის ფუძემდებლური აქტი იყო ფუნდამენტი, რამაც საბჭოთა კავშირის ყუბოში ბოლურსმანი ჩააჭედა, როდესაც ადამიანის უფლებები გახადა ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად საერთაშორისო ურთიერთობებში და ეს გახდა სწორედ ის ფანჯარა, რომლითაც შიდა პოლიტიკურ პროცესებში, რასაც ავტორიტარები ეძახიან, ცივილიზებულ სამყაროს მიეცა ჩარევის შესაძლებლობა. და დღეს ავტორიტარები სწორედ სუვერენიტეტს ამოფარებული და ქართული ოცნება ზუსტად ცდილობენ, რომ აი ამითი შემოისაზღვრონ, რომ თითქოს ჩვენ ტერიტორიაზე გვინდა ადამიანების უფლებებს დავარღვევთ, რასაც გვინდა უბრალოდ ჩვენ ამაში ჩვენთან ამზაზე თემაზე სასაუბროდ არ მოხვიდეთ, დანარჩენ თემებზე ვისაუბროთ. ზუსტად იგივე ცდილობს პუტინი, ეს არის ეს პუტინის სუვერენული დემოკრატიის კონცეფცია. ეხლა რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებაში და რა მიმართულებით შეიძლება ეს განვითარდეს. აქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. იმისათვის რომ ჩვენ როგორც სახელმწიფო გადავრჩეთ, ასევე ის ისტორიული შავი ლაქა, რაც ქართული ოცნების პირობებში ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობით, ჩვენ თავის საკუთარ მოქალაქეებთან დამოკიდებულებით ჩამოვიროცხოთ, ამისი ნორმალიზება არ მოხდეს ისტორიაში, როგორც თითქოს სახელმწიფო მშენებლობის ევოლუციის ერთ-ერთი თითქოს და ნორმალური ეტაპი, ეს რეჟიმი უნდა გასამართლდეს. უნდა გასამართლდეს იმ დარღვევებისთვის, რაც მათ ჩაიდინეს სწორედ აი ამ საერთაშორისო ნორმების დარღვევისთვის, რომელიც გარდა საქართველოს კონსტიტუციისა ეწინააღმდეგება იმ საერთაშორისო სამართლის ნორმებს, რომლის მონაწილე ჩვენ ვართ და ჩვენი კანონმდებლობით ასევე ეს ნორმების პრიმატი აღიარებული გვაქვს, თუნდაც იგივე იმ ახინჯ კანონმდებლობაზე, რომელსაც ეხა ერთპარტიული პარლამენტი არგებს თავის საკუთარ ინტერესებს. მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტის გარეშეც ეს ვიცოდით და ამაზე ხშირად ვლაპარაკობდით, მაგრამ ეს ასე არ ხდება. როგორ შეიძლება ეს მექანიზმი მოვიდეს მოქმედებაში? ბატონ ბათუ და არის თუ არა ეს მორიგი კრიზისი, რომლის გადაგორებასაც ქართული ოცნება შეძლებს? არ ვიცი ხა როგორ განვითარდება ეს მოვლენები. ეს ყველაფერი მიბმულია ზოგადად პოლიტიკურ პროცესებზე. ეს მიბმულია იმაზე, რამდენად ეფექტურად მოხდება თუნდაც იგივე ჩვენი ქართული საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეების გზავნილის მიტანა ჩვენ პარტნიორებთან. აქამდე გარკვეულწილად ეს ეფექტურად მოხდა და ამისი მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო სწორედ პოლიტპატიმრების გაუტეხლობა, რისი დიდი იმედიც ჰქონდათ ქართულ ოცნებას და არ გამოუვიდათ.
ამისი ნაწილი არის სწორედ ის უწყვეტი პროტესტი, რომელიც ქუჩაში არის და ამან მოიტანა ის შედეგი, რომ დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ და არ დახუჭავს ანუ მიგაჩნიათ, რომ ოპოზიცია, რომელსაც ხშირად საყვედურობენ სისუსტეს, ეს სწორედ ოპოზიციის დამსახურებაა, რომ ბოლომდე მივიდა ინფორმაცია იქ, სადაც საჭირო იყო და ასეთი დოკუმენტი ჩვენ ახლა ხო არ ვსაუბრობთ კლასიკულ პოლიტიკურ სისტემაზე, სადაც მიდის პოლიტიკური იდეების ზებრძოლა. შესაბამისად, ოპოზიცია ყველა ის, ვისაც არ მოსწონს რუსული რეჟიმი საქართველოში. არ აქვს ეს თქვენ იქნებით მედია, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიები. ხა ტაქტიკურად ვის რა შეცდომა ან არასწორი გათვლა ქონდა, ამაზე ლაპარაკი არის მეასე ხარისხოვანი ამ შემთხვევაში. აქ მთავარი ამოცანა არის, რომ ამ რეჟიმის სახე და ამ რეჟიმის ნიღაბს ამოფარებული რეჟიმი ბოლო წლების განმავლობაში პირდაპირ გამოჩნდა დასავლეთთან დაპირისპირებაში და ეს რომ არა ეს შიდა პოლიტიკური კრიზისი, სახალხო პროტესტები და მათი ესეთი თავგასული ძალადობა შეიძლება უფრო ნელა და დიდხმ. ბოლოს სადღაც მაინც ესე დამთავრდებოდა, ოღონდ ამას ჩაყვებოდა ჩვენი სახელმწიფო. დღეს გვაქვს შანსი, რომ ჩვენი სახელმწიფო გადავარჩინოთ სწორედ იმიტომ, რომ აი ესეთი საერთაშორისო მექანიზმები არის ადგილზე და საერთაშორისო დღის წესრიგიდან საქართველო მაინც არ გაქრა მიუხედავად რუსეთის და ქართული ოცნების ერთობლივი მცდელობისა. შესაბამისად, როდის მოვა სამართლის ურემი ჩვენ კარამდე ეს ძნელი სათქმელია წინასწარ, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, იმაზე რადგან რეგიონში ხდება, იგივე რასაც ირანში ვხედავთ, იგივე რასაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში და ეს ყველაფერი ერთად სამწუხაროდ, მაგრამ ზიარწურჭელივით არის შეერთებული, მაგრამ კარგი ამბავი ამაში ის არის, რომ აი ამ ფრონტის ხაზზე, დემოკრატიის ფრონტის ხაზზე ჩვენ არა ვართ მარტო, ანუ საქართველო არ არის რაღაცა განყენებული შემთხვევა, ჩვენ ვართ აი ამ დიდ საერთო ბრძოლაში და ყოველი დღე პროტესტის, აი ამ საერთო ფრონტის და საერთო წინააღმდეგობის ნაწილია. ზოგი თოფით ანგარში, დრო იყო ჩვენც ვიყავით თოფით ანგარში, ეხლა კიდე ქუჩაში, სადაც დემოკრატიის ერთადერთი სივრცე დარჩა სამწუხაროდ საქართველოში, სადაც შეიძლება პროტესტი გამოხატოთ და დანარჩენ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ჩვენ არ ვეგუებით რუსულ ოკუპაციას და რუსულ სახელმწიფოს მიტაცებას. ბატონო თუ საერთაშორისო კონტექსტზე მინდა თქვენთან საუბარი, მაგრამ სანამ ამ გლობალურ საკითხებზე გადავიდოდეთ, ერთი ასეთი კითხვა მაქვს. ქართულ ოცნებას თხოვენ იმას, რასაც საპროტესტო საზოგადოება ითხოვდა პირველივე დღეებში, მათ შორის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და უკვე აი ამ ბრუტალური დარბევების შემდეგ, რომელიც მათ განახორციელეს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. ანუ რეკომენდაცია და მოთხოვნა არის ასეთი, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პოლიტიკური მიზნით და მიზეზით დაჭერილი პატიმრები და ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს და გამოძიებული იყოს გაყალბებები. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ვინმეს მაინც დაიჭერს რეჟიმი იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს ის საფრთხეები, რომელიც დევს ახლა მაგიდაზე მათ წინ? ვერ მივხვდი, ვინ უნდა დაიჭერს, ვისაც უნდა იჭერს. ხარება, ან მოძალადეები, გამოავლინოს ის დამნაშავეები, რომლებიც უნომროდ არბევდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. ხო, რა ვიცი, აქამდე გინახეთ ძალადობის გამო და ერთადერთი რის გამოც იჭერენ, იქ საკუთარი ფული ვერ გაიყოს, ან რუსული ფული, რომელიც გაათეთრეს, იქ რაღაც ვიღაცამ ცოტა ზედმეტი მოიპარა და ერთმანეთში ანგარიშს ასწორებენ, მაგრამ ძალადობის გამო დაჭერილი ან დასჯილი მეჯერჯერობით ქართული ოცნების 14 წლიანი მმართველობის პირობებში არ მინახია. არ ხდება, იმიტომ რომ ყველა დიქტატურა და ყველა ტირანია დგას ძალადობაზე და ტყუილზე. და შესაბამისად ეს არის ის ორი თავარი საყრდენი, რომელსაც არც ერთ შემთხვევაში თავისი ხელით ისინი არ მოანგრევენ. იმიტომ რომ ეხლა დაიჭირონ მოძალადები, მაშინ მთელი მათი ეს სისტემა ძალადობის დაინგრევა. ამიტომ ეჭვება რომ ვინმე დაიჭიროს. კიდევ ერთი ამ კუთხით ახლა სხვა მიზეზით შეიძლება ბევრი რაღაც. ხო, ესვის. ქართულ ოცნებას მუდმივად აქვს იმედი და ამას არც მალავს და ამბობს ყოველთვის, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მათ შორის სომხეთის და აზერბაიჯანის ფაქტორის გათვალისწინებით, ახლა ამერიკის ინტერესი აშკარად გამოჩნდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე, რომ დასავლეთი არ გაწირავს, დასავლეთი არ მიატოვებს მას და თან ესე საჯაროდ ამბობენ, რომ დიახ ჩვენი პარტნიორები არიან შეერთებული შტატები, ევროკავშირს ჩვენ დაუბრუნებთ თავის იდენტობას, შეერთებულ შტატებს გამოვგლიჯავთ deep states და ცდილობენ დალაგებას ეგრეთ წოდებულს. გამორიცხავთ, რომ მათი აღიარება ამ დოკუმენტის შემდეგ შეიძლება რაიმე ტიპის შანსი არსებობდეს, რომ მათი აღიარება მოხდეს?
ძნელად წარმომიდგენია ვინმე მაღიაროს რეჟიმი, რომელსაც იმაზე მეტი პოლიტპატიმ არ იყავს ერთ მოსახლეზე, ვიდრე რუსეთს ყავს. შესაბამისად, რაღაც ტრანზაქციული ურთიერთობები შეიძლება იყოს, რაღაც მიმდინარე საკითხებიდან გამომდინარე, მაგრამ ის რომ ისინი აღიარონ ლეგიტიმურ მმართველებად და თქვან რომ აი საქართველოს დაუბრუნდა დემოკრატიას, ამას გამორიცხავ. ამას თვითონ ქართული ოცნების რუსი პატრონები არ დაუშვებენ, იმიტომ რომ მათთვის თეორიული შანსიც კი რომ რაიმენაირად საქართველოს რუსეთ დასავლეთის ორბიტაზე დაბრუნდეს მიუღებელი. ამიტომაც არიან ასე ძლიერად უბაგრებენ ზურგს ქართულ ოცნებას როგორც პროპაგანდისტულად, ისე ფინანსური რესურსებით, მათ ეს ჭირდებათ ცალკე პულის რეცხვის ამბავში და სანქციების გვერდის არიდებით და მეორე ჭირდებათ იმისთვის, რომ რეგიონში სადღაც მაინც შეინარჩუნონ ფეხის დასადგმელი. განსაკუთრებით სწორედ აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესის შედეგად, როდესაც ამერიკის გავლენა ამ კუთხით სამხრეთ კავკასიაში გაიზარდა. ახლა დაველოდოთ ეს ირანის ამბებიც როგორც დასრულდება და ამის ფონზე ძალიან მეეჭობა, რომ ქართულ ოცნებას თუნდაც ასადურად რუსეთმა მისცეს რაიმე საშუალება, რომ რეალური ნაბიჯები გადადგას დასავლეთთან დაახლოებით. იმიტომ რომ დღეს საქართველოს ქართულ ოცნების ხელით არის რუსეთის ტყვეობაში, რუსეთის მძევალი არის, რუსეთის პოლიტიკური ინტერესების გამტარებელია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი და ისეთი დაუფარავი პასუხები ქართული ოცნების მისამართით. ამის მიუხედავად ჩვენ ვხედავთ მაგალითად შეხვედრებს პენტაგონში, შეერთებული შტატების უშიშროების სამდივნოში. ასევე ვხედავთ მეგობარი აქტის გაჩერებულ ეტაპს. ახალი აქტი ჩაინიშნა, რომელზეც ჯერჯერობით არაფერი ვიცით. აი ამიტომ თქვენგან ინფორმაციები ახლა განსაკუთრებით ძვირფასია. რა წარმოდგენა აქვთ ქართულ ოცნებაზე ამ ეტაპზე და ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფონზე ხომ არ იქნება ისევ შეკავების პოლიტიკა ქართული ოცნების მიმართ? შეკავების პოლიტიკას რაც გულისხმობთ ქართული შეიკავონ ქართულ ოცნებას მოექცნენ მკაცრად. დაასანქცირონ ქართული ოცნების ლიდერების დიდი ნაწილი სანქცირებულია, ქართული ოცნების სხვადასხვა ეტაპზე პოლიტიკური ელიტის ნაწილი პირდაპირ დასახელებული არიან როგორც რუსეთთან კოლაბორაციაში მყოფი ინდივიდები. შესაბამისად, რაიმე ცვლილება პოლიტიკის ჯერ არ ყოფილა, ეს შეხვედრები რაც არის იქიდან რაღაც ისეთი ინფორმაცია გარდა იმისა, რასაც ქართული ოცნება გვაწვდის, რომ რაღაც მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა, მაგრამ არაფერს დიდებით არ ამბობენ იმათმა რა უთხრეს, არ ამერიკულმა მხარემაც რა უთხრა, რა საკითხებზე იყო ლაპარაკი, როგორც გითხარით, ტრანზაქციული ურთიერთობები რაღაცა კონკრეტულ თემებზე სავარაუდოდ იქნება, მაგრამ ის რომ ეს ყველაფერი გაფორმდეს როგორც ძახიან business as usual, ანუ ძველი ბიზნესი, ისეთი ურთიერთობა წარმოუდგენლად მეჩვენება. არც რაიმე მოლოდინი არსებობს აქ, სამწუხაროდ ზოგადად პოლიტიკაც ჯერ ბოლომდე საქართველოს მიმართებაში ვერ ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ ამერიკის წინეული საკითხია, ედროს ყველაზე პროამერიკული, პროდასავლური, პროდემოკრატიული და რეგიონში ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ქვეყანა დღეს პირდაპირ რუსეთის დანამატი გახდა და ეს მოხდა გარკვეულწილად ნელ-ნელა და შემდეგ ძალიან აჩქარდა ეს პროცესი და შესაბამისად აი ესე უცბად პოლიტიკის მოტრიალებაც მტკივნეული საკითხია, სხვა მნიშვნელოვანი თემებია რეგიონში და როგორც გითხარით, ჩვენი საკითხი მიბმულია ბევრ სხვა საკითხებთან რაც შორის უკრაინა იქნება ახლო აღმოსავლეთის შავი ზღვის უსაფრთხოება და ამის მიხედვით გადაწყდება, მაგრამ წარმოუდგენელია ლეგიტიმური ხელისუფლების გარეშე დაალაგდეს. ავტორიტარებს ელაპარაკებიან დასავლეთი, ამერიკის შეერთებული შტატები ავტორიტარებს ელაპარაკება, ეს ილუზია არავის არ შეიძლება გქონდეს, მაგრამ ისინი არიან სუვერენული ავტორიტარები, რომლებიც თავის ქვეყნის შინნაბადი ავტორიტარები არიან. ქართული ოცნება არ არის შინნაბადია, ის არის რუსეთის ხელდასმული. შესაბამისად, თუ რაიმე ტრანზაქციულ ურთიერთობებზე იქნება საუბარი, ამ შემთხვევაში დასავლეთი და ამერიკაც დაელაპარაკება რუსეთს, თუ ამის საჭიროება იქნება, მაგრამ ქართული ოცნება არ წარმოადგენს ლეგიტიმ მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ რომ თავისთავად წარმოაჩინონ რაღაცა ფსევდოკონსერვატიულ ლეგიტიმურ აქტორებად საერთაშორისო არენაზე, მაგრამ ამ მიზნით სტუმრად რამდენიმე დღეს წინ. მაგრამ ნაკლებად რომ ვინმეს დაიჯეროს ახლა დღევანდელ მსოფლიოში მით უმეტეს დელია ვინმე მოატყო ან რაღაცა პერიოდი შეიძლება ვიღაცა გააცრო, მაგრამ მუდმივად ყოველთვის ყველას ვერ მოატყობს შესაბამისად. მე ეჭვება რომ რაღაცა დიდი გარღვევა იყოს ამ მიმართულებით.
მოდით ვისაუბროთ ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე. ხშირად სვავენ კითხვას, რამდენად მივა ტრამპი ბოლომდე. როგორ აღიქმება ვაშინგტონში ეს ოპერაცია და რა არის ახლა ამერიკის მთავარი ინტერესი? ხო, ბოლოს თავარი ამოცანა, თავარი კითხვა არის, რა არის ბოლო, რას გულისხმობს ბოლო. სხვადასხვა ინტერპრეტაციები ამისი, როგორც ყველაფერი აქ ვაშინგტონშიც პოლარიზებულია. გარკვეულნაცვლად დემოკრატები კითხვის ნიშნებს აყენებენ სტრატეგიულ ამოცანებს, თუმცა არავინ არ უარყოფს იმას, რომ აიათოლების რეჟიმის შემდგომ ნების მიცემა რომ გაეგრძელებინათ ის, რასაც აკეთებდნენ, უკვე დასაშვები იყო, იმიტომ რომ ეს რეჟიმი ირანში რაც იყო, არ იყო უბრალოდ ჩაკეტილი თავის ტერიტორიაზე დიქტატურის და ტირანიის და ძალაუფლების გამყარებით. ისინი ღერძი იყო, ისინი გაცდნენ თავის საზღვრებს გაცილებით, თელ სოფლიოში იყვნენ მოფანტული, აფინანსებდნენ ტერორისტულ აქტებს, ყველგან აკეთებდნენ ტერორისტების რეკრუტირებას, მათ შორის აი ორი გამოძიებული кейსია საქართველოში, როდესაც ჟურნალისტის და რაბინის მკვლელობასთვის საქართველოს მოქალაქეს გადაბირებას შეერთებულ შტატებში და აზერბაიჯანში. იგივეს აკეთებდნენ ვენესუელაში და პლუს ცდილობდნენ სწორედ აი ამ თავისი რესურსით და გეოგრაფიით განარჩენი მსოფლიოს შანტაჟირებას. ყველა ტერორისტული ორგანიზაციის უკან იყო მათი ფული და ეს ესე ვეღარ გაგრძელდებოდა. იმიტომ რომ არაფერმა არ გაჭრა სხვადასხვა ადმინისტრაციამ, სხვადასხვანაირი ურთიერთობა ჰქონდა გვახსოვს ობამას ადმინისტრაციამ დიდი რაოდენობით ქეშიც დაუბრუნა, შეთანხმებასაც მოაწერა ხელი, მაგრამ ჩუმად მაინც ამდიდრებდნენ და მუდმივი ის იყო სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს. მიუხედავად იმისა, რომ რომელსაც ესწრებოდა ირაკლი კობახიძე არაერთხელ მათ. ხო, ეს საერთოდ კარიკატურა არის ამ ამბავში, რომ საქართველოს წარმომადგენელი ესწრებოდა და შემდეგ ამის რაღაც გაგრძელება შლეიფი იყო, მაშინ რა ქვია, საელჩოში მიღებაზე მისვლა და დიდი რამბების მღერა ერთმანეთის მიმართ. ასევე ესეც ადასტურებს იმას, რომ ეს არც ქართული ოცნების თავში მოხარშული სტრატეგიის ნაწილი არ იყო ირანთან ესეთი ახლო ჩახუტება. რუსეთის ნაწილია, რუსეთს ჭირდება ის, რომ საქართველოს ხიდი არ ქონდეს უკან დასაბრუნებელი დასავლეთთან და აიათოლების რეჟიმთან ჩახუტება ნიშნავს, რომ ის უკან ვერ დაბრუნდება, იმიტომ რომ ტერორისტებთან ურთიერთობა ნიშნავს, რომ უკან ბოლომდე ვერ დაბრუნდება, როგორც დაბრუნდება. თუ გახსოვთ უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველ დღეებში, როდესაც აი ეს ცნობილი შაჰიდის დრონების მიწოდება დაიწყო ირანიდან, იყო საუბარი, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეც სერიოზული შეკითხვები გაჩნდა ამასთან დაკავშირებით და ზუსტად იმ პერიოდში საქართველოს იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი მივიდა ირანის საელჩოში, შეხვდა ირანის ელჩს და განცხადება გააკეთა თავის ოფიციალურ X-ის Twitter-ის აკაუნტზე, რომ ანიხილეს საერთო ინტერესების საკითხები, პარტნიორობა და ასე შემდეგ. ანუ სპეციალურად ხდებოდა აი ხარის დაჭერა და აი რუსული-ირანული ღერძის გამტკიცება საქართველოს იმჟამინდელი ოფიციალური პირების მიერ, რომელიც შემდეგ უკვე შლეიფივით გაგრძელდა. და ბოლოს ბათუ რამდენი კონტექსტის ნაწილი არის. ეხლა როგორ დამთავრდება და რა არის საბოლოო მიზანი? ერთი მთავარი მიზანი რომ დაუბრუნდეთ ისევ საწყის შეკითხვას არის ის, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს საშუალება ირანის რეჟიმს გააგრძელოს ის, რასაც აქამდე აკეთებდა დანარჩენ მსოფლიოში. ანუ მასი სამხედრო ინფრასტრუქტურა, იარაღის წარმოების ინფრასტრუქტურა, ტერორისტების წარმოების ინფრასტრუქტურა, ადამიანურ რესურსებს გულისხმობს, უნდა იყოს განადგურებული. და დამატებით ბუნებრივია ყველაზე საუკეთესო შედეგი იქნება თუ ირანელი ხალხის პროტესტი, რომელიც ძალადობრივად ჩაახეს და 10,000-ობით ადამიანი დახვრიტეს ქუჩაში, ეხლა მარტო თუ არ ჩავთვლით, მანამდე რაც გააკეთეს, საბოლოო ჯამში ეს შეცვლის სიტუაციას და შეიცვლება რეჟიმი. ოღონდ შეიცვლება ირანელი ხალხის ხელით და არა გარედან ხელდასმული პოლიტიკით. ეს არის განცხადებული პოლიტიკა. რამდენად ეს განხორციელდება? ნახოთ არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე გაგრძელება რო არ შეიძლება და ამაზე ვაშინგტონში საკმაოდ ამაზე ორივე პარტია თანხმდება ვაშინგტონში. თუმცა ჯანსაღი კამათი მიდის იმაზე სამხედრო ოპერაცია რამდენად სწორად იყო დაგეგმილი, ან სამხედრო ამოცანები რამდენად სწორად იყო განსაზღვრული, ჯერჯერობით უპრეცედენტოდ ეფექტური სამხედრო დარტყმები განახორციელა ამერიკამ თავის პარტნიორებთან ერთად. საინტერესო არის, რომ ეს თავიდან ბოლომდე, ასე ვთქვათ, შეფუთული არის როგორც ამერიკულ-ისრაელ ორმხრივი ოპერაცია, ნატო და სხვა მოკავშირეები რაღაც პერიფერიულ როლს თამაშობენ. ესეც მომავალ მსოფლიო წესრიგზე ძალთა გადანაწილებაზე და შესაბამისად ასევე რეგიონალურად ძალების დისპოზიციაზე გარკვეულ კონტურებს ხაზავს. ეხლა როგორ იქნება საბოლოო ჯერ არ ვიცი.